და შენი ღმერთია, ენაი ქართული. ყოველი საიდუმლოება ამა ენისა შინან დამარხულ არის. გადაანთე ქართული მიწას ფერმერები და შენი თემი ქართული თავისთავად. კონსერვატორიის იდეას აკაკის ვაჟას არახაშვილის გადაკვეთილი და გასაკვირია, მაგრამ სურდა ნადულასათელის ტიპები მაღონდება. კავკასიის მთებში გადაჭიმავზე და ფათახავრებისა და ღმერთების ენა. ხოლო, როდესაც საქართველოს ისტორიას კითხავ, ქართლის ცხოვრებას, კითხულობ და ქართულ ტაძართან ანგარებებს და საჭრელს, ამოქარგოს ჯგუფთსა და ასოებს ვეჭირებ. წასაკითხათ, ირაკლი აბაშიძის დიდებული ლექსი მაგონება. ქვესკნელში მძრომი, საშინჩონეტება, ხან ფუნჯო ჩამო ხან საჭრელში. შენაკუნის ჰიმნო, ცრემულ სამარის, იბერის ენა, ენავთანარის. ქართული ენა, შვენიერი ენა, მოხმელი და ზუსტი, ორიგინალური აგებულებისაა. მას დიდებული წარსული აქვს, ენელაკი. გულში შვენია ხატა და ელამსისა და ბარისა, ბაჟა. ქართული ჩემი დედაენა, ყოველ ენაზე უწყლესი და უპირფასესი ჩემთვის, აკაკი. ქართული ენის ძოლა ისეთი საფართლის საქმეა, როგორც ძოლასა და საკუთარი სამშობლოსთვის გაფსახური განსახილველი. ენის ცხოვრება, მისი ფედება, მისი ისტორია დაცულ არს ენი, გრიგოლობელი. რამდენი ტანჯვა გამოიტანა, რამდენი ქონდა ქართველს იარა, მოუკლეს მოძლე, დაუწყვეს ენა, შენი წამოს ინახიე. მრავალ ჭირვანამ გადანახადი, უმეტი ბესენა ქართული, ყველაზე მეტად რომის ლაზათი შეთას ლექსშია გამოხატული. თბილისის მტარვანს გადორჩა, რამდენს თბილისის მტერმან ეწა, რამდენმა მან შეძლო მოსვლა აქამდე, არა მოიხდა არ გაცხადდა.